ამ ცნობილი პატიმრის ისტორია იმდენად უცნაურია, რომ გამოგონილს გავს. მან მოიარა დაახლოებით 120 ციხე, არაერთხელ მარტო ეჩხუბა მცველებს, ხშირად შიჩველიც. აიყვანა მცველები გართობისთვის და აყენებდა აბსურდულ მოთხოვნებს. ერთხელ როტვეილერს შიშველი ხელებითაც კი ებრძოდა და ამბობენ, რომ ერთი დარტყმით ძროხაც გათიშა. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ მას არ მოუკლავს და არ გაუპატიურებია არავინ. არ მონაწილეობდა დიდ ძარცვებში, თუმცა მაინც სამუდამო პატიმრობას იხდის. მის შესახებ ფილმიც გადაიღეს ტომ ჰარდის მონაწილეობით. მისი ნამდვილი სახელი მაიკლ პეტერსონია. ბავშვობაში ის მშვიდი და კეთილი ბიჭი იყო, მაგრამ 13 წლის ასაკში მკვეთრად შეიცვალა. გახდა აგრესიული, ჩაერთო ბანდაში და დაიწყო მცირე დანაშაულები. სკოლას იშვიათად ესწრებოდა, თუმცა მაინც დაამთავრა. შემდეგ სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა, მათ შორის ტასკოში, მაგრამ მხოლოდ 2 კვირა გაჩერდა. უფროსზე თავდასხმის გამო გაათავისუფლეს. მალევე პირველად მოხვდა ციხეში. გამოსვლის შემდეგ ვერ შეიცვალა. ავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მხოლოდ ჯარიმით გადაურჩა სასჯელს. 19 წლისთვის უკვე მცირე დამნაშავე იყო, თუმცა გარკვეული დროით სცადა გამოსწორება. დაქორწინდა. ცირკშიც მუშაობდა და ფიზიკური ძალით ფულს შოულობდა, მაგრამ 22 წლის ასაკში სრულიად უმიზეზოდ გადარცვა ფოსტა და მხოლოდ 26 ფუნტი აიღო. ამისთვის 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა საბოლოოდ ბევრად მეტი გაატარა ციხეში, რადგან იქაც აგრძელებდა ძალადობრივ ქცევას. ციხეში თავს კომფორტულად გრძნობდა, მუდმივად ეჩხუბებოდა პატიმრებსა და მცველებს, ანადგურებდა ყველაფერს და უარს ამბობდა მუშაობაზე. საბოლოოდ მისი კონტროლი ვერ შეძლეს, ფსიქიატრიულ მკურნალობასაც მიმართეს და სასჯელი კიდევ უფრო გაუხანგრძლივეს. ციხეში ყოფნისას მაიკლს სხვადასხვა პრეპარატებს აძლევდნენ, რამაც ძალიან დაასუსტა. გახდა ნელი, ხშირად ცუდად ხდებოდა და ჩხუბიც უჭირდა. ამის წინააღმდეგ მან პროტესტები დაიწყო და საბოლოოდ წამლები შეუწყვიტეს. ამის შემდეგ ისევ თავის ჰოლს დაუბრუნდა, ჩხუბს. მუდმივად სცემდა პატიმრებსა და მცველებს და ხშირად ისევ ცარიელ საგანში აბრუნებდა. ეს პროცესი უსასრულოდ მეორდებოდა. ბოლოს ოლტონის ციხეშიც კი ყველას მობეზდა და დაიწყო მისი მუდმივი გადაყვანა. მესამე, მეოთხე, მეხუთე ციხე. მისი რეპუტაცია მთელ ინგლისში გავრცელდა. არავის უნდა პასუხისმგებლობა ასეთ არაპროგნოზირებად პატიმარზე აიღო, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასხმოდა თავს ნებისმიერს. ყოველ ახალ ციხეში მას პირდაპირ იზოლაციაში გზავნიდნენ. მოწყენილობისგან ვარჯიში დაიწყო, ხოდიატაკისა და საწოლის გამოყენებით. შედეგად ისედაც ძლიერი მაიკლი კიდევ უფრო ძლიერი გახდა. სხვა პატიმრები ამბობდნენ, რომ მას შეეძლო საკნის გისოსების მოხრა შიშველი ხელებით. მან მოგვიანებით დაწერა წიგნი Solitary Fitness, რომელიც ინგლისში ბესტსელერი გახდა. იქ აღწერდა თავისი ვარჯიშის მეთოდებს. თავად ამტკიცებდა, რომ შეეძლო ძროხის გატიშვა, ერთი დარტყმით, რკინის კარის გადეხვა და ადამიანის დაახლოებით 9 მეტრზე გადაგდება და ეს მხოლოდ სიტყვები არ იყო. ერთ-ერთ აჯანყებაში მან მარტო მაიტანა დიდი მაცივარი და კიბეები გადაკეტა. ციხეში კი დაამყარა ფიზიკური რეკორდებიც. 60 წამში 118-ჯერ აზიდვა, 1 საათში 1790 ჩაჯდომა და 727 აზიდვა. 1976 წელს 5 წლიანი ქორწინების შემდეგ მისი ცოლი გაეღარა. მცველებს ეშინოდათ მისი რეაქციის და ეს ამბავი მხოლოდ მაშინ უთხრეს, როცა ჩხუბის შემდეგ დაღლილი იყო. ამ პერიოდში პარკ ჰერსტის ციხეში შეხვდა ცნობილ კრაიტ ხუბებს, ბრიტანელ განგსტერებს, რომლებიც მისი თქმით საუკეთესო ადამიანები იყვნენ. რამოდენიმე წელში მან 10-ზე მეტი ციხე გამოიცვალა და ყველგან პრობლემად რჩებოდა. ზოგჯერ თევზებით მშვიდი იყო. შემდეგ კი უცებ აგრესიულად იქცეოდა და ყველას ესხმოდა თავს, სრულიად უმიზეზოდ. ბოლოს ერთ-ერთმა ზედამხედველმა იფიქრა, იქნებ ის მართლაც გიჟია და მკურნალობა სჭირდება. ასე გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მაგრამ იქაც არაფერი შეცვლიდა. მალე ისევ დაესხა თავს, პატიმარს ამჯერად ჯემის ქილით და დამატებითი ბრალიც წაუყენეს. ის კლინიკიდან კლინიკაში გადაჰყავდა, თუმცა ასეთი დაწესებულებები ინგლისში მხოლოდ 3 იყო, ამიტომ მალევე ისევ იმავე წრეში დაბრუნდა. ფსიქიატრიულში მან საშინელი სცენებიც ნახა. ერთმა პაციენტმა საკუთარი სხეულის ნაწილი მოიჭრა, მეორემ თავი დაიზიანა, სხვები კი საკუთარ თავს აზიანებდა. ამ ფონზე მაიკლი უარს ამბობდა ეღიარებინა, რომ თვითონაც მათნაირი იყო. მაიკლი არ აღიარებდა, რომ ის ცუდად იყო. მკურნალობა ძირითადად დამომშვიდებლებსა და ცემას მოიცავდა, მაგრამ ის არ ნებდებოდა. ხშირად მეტ პერსონალსაც უკან უბრუნებდა ძალადობას. ერთხელ გაიგო, რომ იმავე დაწესებულებაში იჯდა ცნობილი პედოფილი, მოძალადე ჯონ უაიტი და სცადა მისი დახჭობა. თითქმის მოახერხა კიდეც, მაგრამ ბოლო წამებში შეაჩერეს. მოგვიანებით სხვა პატიმრის დახჭობა სცადა, თუმცა ამჯერად
ჰალსტუხი გაუწყდა. ამ წარუმატებლობებმა დეპრესიაში ჩააგდო, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. კრაის ტყუპებიდან ერთ-ერთმა რონი კრაიმ კლინიკაში ცნობილი მოკრივე მიიყვანა, რომელმაც როგორღაც მოტივაცია დაუბრუნა. ამის შემდეგ მაიკლი ისევ გაგიჟდა. ამჯერად უფრო აგრესიული და კრეატიულიც გახდა. ერთხელ მოახერხა საავადმყოფო სახურავზე ასვლა და იქიდან გრამიტების სროლა დაიწყო. პერსონალისკენ. პირველად დაარწმუნეს, რომ ჩამოსულიყო, მაგრამ მალევე ისევ ავიდა. საბოლოოდ 3 დღე გაატარა სახურავზე და მხოლოდ სპეციალური ძალების დახმარებით ჩამოიყვანეს. ამ დროს დაახლოებით 250,000 ფუნტის რაოდენობის ზიანი მიაყენა შენობას. მიუხედავად ყველაფრისა, ფსიქიატრიულში გატარებული დრო ბოლომდე უაზრო არ ყოფილა. მან დაიწყო ხატვა და პოეზიის წერა. მისი ნახატები იმდენად კარგი იყო, რომ სხვა პატიმრებზე მეტი ჯილდოც კი მიიღო. ხატვა მისი მეორე ვნება გახდა. ჩხუბის შემდეგ მალე ისევ ავიდა სახურავზე და 18 დღიანი შიმშილობა გამოაცხადა. სურდა ციხეში დაბრუნება, რადგან ფსიქიატრიულში ყოფნა მისთვის აუდანელი იყო. მისივე სიტყვებით, გიჟად ჩამთვალეს ჩემი ძალადობის გამო. ისევ ძალადობრივი ვიყავი და ახლა ნორმალურად მთვლიან. ეს ნორმალურია საერთოდ. ექიმების დაბნეულები იყვნენ. ვერ თანხმდებოდნენ რა პრობლემა ჰქონდა სინამდვილეში. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ჯანმრთელი იყო და ისევ ციხეში დააბრუნეს, რაც თავადაც ძალიან უნდოდა. ციხეში დაბრუნების შემდეგ მან ახალი ჰობიც წამოიწყო. სახურავებზე აზრომა. კარიერის განმავლობაში 5 სხვადასხვა შენობაზე ავიდა და ხუმრობით ამბობდა, რომ სანტა-კლაუსზე მეტ სახურავზე იყო ნაყოფი. მისი საწყისი სასჯელი 1991 წელს დასრულდა. მაგრამ ქცევის გამო არ გაუშვეს. იგი ისევ აგრძელებდა ციხეებს შორის გადაადგილებას. ზოგან თვეობით 7 იყო, ზოგან კი პირველივე დღიდან პრობლემებს ქმნიდა. 1986 წელს 8-ჯერ გადაიყვანეს. საბოლოოდ 13 წლის შემდეგ 34 წლის ასაკში გათავისუფლდა. ოჯახმა სიხარულით მიიღო, ფიქრობდნენ, რომ შეიცვალა, მაგრამ მალევე ისევ დაარღვია კანონი. ლონდონში წავიდა, სათამაშო იარაღი გააკეთა და ერთ უცნობს დაიმუქრა, რომ სახლში ლუტონში წაეყვანა. თავისუფლებაზე ყოფნისას გადაწყვიტა თავისი მთავარი ნიჭი, ჩხუბი, უკვე ფულად ექცია და ამ გზით დაიწყო ცხოვრება. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მაიკლმა გადაწყვიტა ახალი უფრო ხმაურიანი სახელი აეღო, ჩარლზ ბრონსონი. ცნობილი მსახიობის პატივსაცემად. 1987 წელს პირველი ბრძოლა ჩაატარა და 3-ვე მატჩი მოიგო. თუმცა ზედმეტი აგრესიის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის მიუხედავად გადაერთო არალეგალურ ბრძოლებზე, სადაც ბევრად მეტი ფული იშოვებოდა. ერთხელ კი 10,000 სანაცვლოდ პროტოილერი შიშველი ხელებით მოგლა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ ნანობდა, რადგან ცხოველები უყვარდა. მისი ცხოვრება თითქოს უკეთესობისკენ მიდიოდა, ჰქონდა სამსახური, აკეთებდა იმას, რაც უყვარდა და შეყვარებულიც კი ჰყავდა, მაგრამ ისევ დაუშვა ერთი უცნაური შეცდომა. ახალ წელს საიუველირო მაღაზია გაძარცვა. ვიტრინე ჩამწვრია და ძვირფასეულობა მოიპარა. ნადავლი სწრაფად გაყიდა, მაგრამ ძვირად ღირებული ბეჭედი შეყვარებულისთვის დაიდოა. როგორც ჩანს, ეგონა პოლიცია ვერ იპოვიდა, მაგრამ მხოლოდ 7 დღეში დილის სირბილის დროს დააგავეს. ამჯერად ციხეში მხოლოდ 69 დღის გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა. დაკავებისას პოლიციამ უკვე მისი ფსევდონიმით ჩარლზ ბრონსონით გაასამართლა, რის შემდეგაც მან ოფიციალურად შეიცვალა სახელი. არც ერთ ციხეს არ უნდოდა მისი მიღება. ბოლოს დროებით ლესტერში გადაიყვანეს, მაგრამ რამოდენიმე დღეში იქაც მოითხოვეს მისი გადაყვანა. ისევ დაესხა თავს მცველებს და სახურავზე ასვლაც სადამ. სასამართლომ ისევ 7 წელი მიუსაჯა. ამჯერად მან ახალი ტაქტიკა გამოიყენა. ჩხუბის წინ სრულიად იხდიდა დასაცმელს, ისვამდა ზეთს და ასე უტევდა მცველებს. ეს არა მხოლოდ დამაშინებელი იყო, არამედ პრაქტიკულიც. მისი დაჭერა ბევრად უფრო რთული ხდებოდა. ერთ-ერთ ასეთ აჯანყებაში ციხეში შიშველი დარბოდა ხელნაკეთი შუბით, ცოცხის ტარი პლუს გადახილი ბოთლი. 1988 წელს მან რეკორდიც დაამყარა. უამრავი მცველი სცემა, მათ შორის ციხის მოადგილეც. საბოლოოდ ორმა პატიმარმა ზურგიდან დანით დაჭრა, რათა შეეჩერებინათ. ბრონსონმა იცოდა თუ ვინ დაჭრა, მაგრამ არ დაასმინა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს თავდასხმა ზემოდან იყო ორგანიზებული, რათა დაემშვიდებინათ. გეგმამ ნაწილობრივ იმუშავა, რამდენიმე თვე საავადმყოფოში გაატარა და შემდეგ კიდევ 2 წელი გამოჯანმრთელებაში. 1992 წელს მეორედ გაათავისუფლეს. სასჯელის დასრულებამდე 2 წელნახევრით ადრე, მაგრამ ისევ არაფერი შეცვლიდა. ერთხელ მაღაზიის გაძარცვა სცადა, აგური ესროლა ვიტრინას, თუმცა აგური უკან დაბრუნდა და თავად გაითიშა. მეგობარმა გამოამხიზდა, მანქანაში ჩასვა და გაიქცნა.
მალევე ისევ დააკავეს, თუმცა ერთ-ერთ საქმეზე გამართლეს, მაგრამ თავისუფლებაზე დიდხანს ვერ დარჩა. 53 დღის შემდეგ კვლავ დააპატიმრეს ძარცვის შეთქმულებისა და იარაღის ფლობისთვის. სასამართლოს მოლოდინში კიდევ ერთხელ აიყვანა მძევალი, ამჯერად ბიბლიოთეკარი. მოთხოვნები ისევ უცნაური იყო: რეზინის თოჯინა, ვერტფრენი და ჩაი. მაგრამ სიტუაცია აბსურდულად დასრულდა. მძევალი ძლიერი გაზების გამო ვერ აიტანა და თავად გაათავისუფლა. სასამართლოზე ბრონსონმა აღიარა იარაღის ფლობა, მაგრამ უარყოდ ძარცვის შეთქმულება. სასამართლოზე ბრონსონმა განაცხადა, რომ იარაღი თავის მოსაკლევად უნდოდა. საბოლოოდ მისმა დანაშაულებმა 8 წლიანი სასჯელი მოუტანა. მას შემდეგ ციხის სახურავებზე აღარ ძვრებოდა. სამაგიეროდ ახალი გართობა იპოვა. მძევლების აყვანა. წლების განმავლობაში 10-ზე მეტი ადამიანი ჰყავდა მძევლად. 1994 წელს კიდევ ერთი ჩხუბის წინ სრულიად შიშველმა სხეულზე შავი ფეხსაცმლის საცხი წაისვა და ასე დაესხა თავს მცველებს. სასამართლოშიც ამ მდგომარეობაში მიიყვანეს, პირსახოცი დააფარეს, სადაც განაცხადა, რომ ეს რასობრივი დისკრიმინაცია იყო. დარბაზის შოკში ჩავარდა. მიუხედავად მისი აგრესიისა, ბევრი პატიმარი კარგად ახასიათებდა. ამბობდნენ, რომ სუსტებს იცავდა და სულდა მოძალადეები. იმ დროის ციხეებიდან სასტიკი იყო, მაგრამ ბრონსონი ყოველთვის მზად იყო წინააღმდეგობისთვის და ყველაზე ძლიერ პატიმრადაც ითვლებოდა. თუმცა მისი ქცევები სულ უფრო უცნაური ხდებოდა. ერთხელ ექიმი აიყვანა მძევლად მხოლოდ იმიტომ, რომ ადვოკატის ნაცვლად ის მივიდა. 9 საათში კი უბრალოდ გაათავისუფლა. სხვა შემთხვევაშიც ერაყელი თვითმფრინავის გამტაცებლის ჯგუფი აიყვანა მძევლად, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმა შემთხვევით მხარი გახკრა და ბოდიში არ მოიხადა. ეს ყველაფერი აბსურდულ სპექტაკლად აქციამ აიძულებდა მათ ეცინათ, ემღერათ და გენერალი ეძახათ. მოთხოვნებიც ისე უცნაური იყო: თვითმფრინავი, იარაღი, ათასობით ტყვია, ნაჯახი და ნაყინი. რა თქმა უნდა, არაფერი მიუღია და ბოლოს ისევ გაათავისუფლა მძევლები. ერთ-ერთ სასამართლოზე თქვა, ისეთივე დამნაშავება, როგორც ჰიტლერი, რის შემდეგაც კიდევ 7 წელი მიუსაჯეს, შემდეგ 5-მდე შემცირეს. დროთა განმავლობაში ასაკმა იმოქმედა, აგრესია შემცირდა. ამას ისიც დაემატა, რომ ყოველი ჩხუბისას უკვე სპეციალური ძალები ერეოდნენ და რეზინის ტყვიებით აჩერებდნენ. იზოლაციაში ხანგრძლივად ყოფნამ მხედველობაც დაუზიანა, ამიტომ დაიწყო მუქი სათვალეების დარება. უფრო ხშირად ლაბარაკობდა ხელოვნებაზე და ციხის სისტემის პრობლემებზე. დიდი გავლენა მოახდინა შვილთან შეხვედრამაც, რომელიც 23 წლის შემდეგ პირველად ნახა. ემოციური გახდა და დაჰპირდა, რომ პრობლემებს აღარ შექმნიდა. ზოგჯერ მართლაც ახერხებდა თავის შეკავებას, მაგრამ დიდხანს ვერ ძლებდა. 1999 წელს მოხდა ინციდენტი, რომელმაც საბოლოოდ დაასამარა მისი გათავისუფლების შანსები, როცა ერთმა თანამშრომელმა მისი ნახატები გააკრიტიკა. ბრონსონმა წამებში დაარტყა და გონება დააკარგვინა. სხვა პატიმრები შიშით მალევე დაიმალნენ საგნებში. ეს იყო მისი ყველაზე ხანგრძლივი და მძიმე დაპირისპირების დასაწყისი. ამ მოვლენების შემდეგ ბრონსონი ანადგურებდა ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. ავეჯიმ ტექნიკა, კედლებიდანაც კი ამოგლიჯა მოწყობილობები. ზიანი მილიონებს აღწევდა და საბოლოოდ სასამართლო მას ყველაზე მძიმე სასჯელი, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამჯერად ის ნამდვილად არ ელოდა ასეთ შედეგს. მისი ისტორია მედიაში გავრცელდა და ძალიან პოპულარული გახდა. სწორი მომცნობადობა მის შესაძლებლობა მეორედ დაქორწინებულიყო. ფატიმა ქალი ბანგლადეშიდან წერილებით დაუკავშირდა და მათი ურთიერთობა ასე დაიწყო. ისინი 10 ჯერ შეხვდნენ ციხეში, შემდეგ კი დაქორწინდნენ. ბრონსონმა ისლამიც კი მიიღო მის გამო და სახელი შეიცვალა, თუმცა 4 წლის შემდეგ დაშორდნენ, რის შედეგადაც მან ისე უარი თქვა ამ რელიგიაზე. სამუდამოდ პატიმრობის შემდეგ ბრონსონი შედარებით დამშვიდდა, სურდა გათავისუფლება და ხვდებოდა, რომ ძველი ქცევებით ამას ვერ მიაღწევდა. 2008 წელს მისი ისტორია კიდევ უფრო ცნობილი გახდა. გამოვიდა ფილმი, სადაც მთავარ როლს ტომ ჰარდი ასრულებდა. თავად ბრონსონის დაუკავშირდა მსახიობს და მასთან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ფილმი მოეწონა და ჰარდი საკუთარ ასლადაც კი მიიჩნია. მოგვიანებით მესამედ დაქორწინდა, თუმცა ეს ურთიერთობაც მალევე დასრულდა. მისი ცოლი 2019 წელს გარდაიცვალა. ბოლო წლებში გაჩნდა მოძრაობაც მისი გათავისუფლებისთვის. ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, თუმცა უშედეგოდ. 2014 წელს
მან ბოლო სერიოზული თავდასხმა განახორციელა. ციხის უფროს დაესხა თავს. ამის შემდეგ კი გადაწყვიტა საბოლოოდ შეიცვალა ცხოვრება. აიღო ახალი სახელი ჩარლზ სალვადორემ, სალვადორ დალის პატივსაცემად და მთლიანად ხელოვნებაზე გადაერთო.